ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 37 დღით ადრე სადამკვირვებლო ორგანიზაციების საარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიშის შედეგებზე საუბრობენ. რუსუდან აბაშიძე არკვევდა ძირითადად რა სახის დარღვევები მოხდა ანგარიშებში და როგორია მესამე სექტორის რეკომენდაციები. არჩევნების ჩატარების კანონიერება, სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება სამივე ეტაპზე აგვირდება. ამჟამად ისინი წინა საარჩევნო კამპანიის მონიტორინგს აწარმოებენ. 31 მარტიდან 24 აპრილამდე ჩატარებული დაკვირვების შედეგები, როგორც ორგანიზაციის დასავლეთის ოფისის ხელმძღვანელი მადონა ბერიძე ამბობს, უარყოფითი ტენდენციების შემცველია. დაფიქსირდა ჩვენს მიერ წინა საარჩევნო კამპანიისათვის ხელი შეშლის 4 ფაქტი, პოლიტიკური აქტიური პირებისათვის ზეწოლის 1 ფაქტი, დაკითხვა დაპატიმრების 6 ფაქტი. ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველი წინა საარჩევნო პერიოდში აჭარაში დაფიქსირებული ყველაზე გახმაურებული ინციდენტები გახდა. დარღვევების ჩამონათვალში ხელბეჩეურის საკრებულოს თავმჯდომარის მალხაზ ფარტენაძის და სოფელ ხალას რწმუნებულის დაკავება, ასევე გიგი უგულავას წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოწყობილი აქცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე და რაზეც ჩვენ ხმამაღლა ვსაუბრობთ, ეს არის ის, რომ საინიციატივო ჯგუფს ჩვენი აზრით უნდა მიისცემოდა მერობის და გამგებლობის კანდიდატების წარდგენის უფლება. ასევე უარყოფითად ვაფასებთ იმას, რომ მაღალი ლეგიტიმაციით 50+1 ბარიერით მოსული მერის და გამგებლის გადაყენების უფლებამოსილება საკრებულოს არ უნდა ჰქონდეს, რადგანაც ეს პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად შეიძლება იქნას გამოყენებული. საჯარო სამსახურებში დასაქმებული ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა დაშინებისა და წინა საარჩევნო თანამდებობრივი და ფინანსური რესურსის გამოყენების შემთხვევები ჯერ არ დაუფიქსირებია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ოფისის ხელმძღვანელს. ჯერ ჩვენს რეგიონში ასეთი რამ არ გამოვლენილა, რომ თქვა განსაკუთრებული საარჩევნო დარღვევები. საიას მიერ ბათუმსა და აჭარის სამ მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული წინა საარჩევნო ტენდენცია ყველაზე მეტად კონკურენტებთან შედარებით მართველი გუნდის კანდიდატების უპირატესი მდგომარეობაა. საიას ხელმძღვანელის განცხადებით, ხელისუფლებამ ამისთვის ნიადაგი არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებამდე მოამზადა. სანამ არჩევნები დაინიშნებოდა, ჩვენ ვიცით, რომ 12 აპრილის მოაწერა ხელი პრეზიდენტმა და 15 აპრილამდე უკვე ყველა გაუკეთა პრემიერმა ასიგნაცია აღნიშნულ სამართლებრივად, ყველა საკრებულომ შეიტანა ცვლილები ბიუჯეტში, ყველამ გააზრდა უფრო სოციალური გახადეს ბიუჯეტები და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ამ საარჩევნო რეგულაციაში არ მოხვედრილიყო ეს. დამკვირვებლები ჯერ არ ფლობენ ინფორმაციას, ვინ შესწირა პოლიტიკურ პარტიებს თანხა წინა საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. გამჭვირვალობა საქართველოს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის კრიტიკის ადრესატი წინა საარჩევნო სისტემა გახდა. დარჩა ერთმანდატიანი საოლქები, ანუ სიტყვაზე 200 კომლით დასახლებული სოფელიც ერთ მაჟორიტარს აირჩევს თქვათ საკრებულოში და სიტყვაზე 1000 კომლით დასახლებული სოფელიც ერთ მაჟორიტარს აირჩევს. ასევე პრობლემა არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების თემა, სადაც დღეს ძირითადად არიან ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ასევე მოწვეული სპეციალისტები. ანუ აქაც არასაპარლამენტო ოპოზიცია დარჩა თამაშ გარე მდგომარეობაში. როგორ აისახება დამკვირვებელთა შუალედურ ანგარიშში ასახული რეკომენდაციები საარჩევნო გარემოზე. მშვიდი და სტაბილური საარჩევნო გარემოს შეცვლას დამკვირვებლები 15 მაისიდან ელოდებიან. ანუ მას შემდეგ, რაც კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდება და პოლიტიკური მოწინააღმდეგეები საარჩევნო პლატფორმის წარმოჩენის მიზნით ერთმანეთს აქტიურ ოპონირებას გაუწევენ.